ბევრი ჭორი ვრცელდება, რომ მწვანე ბარათის გათამაშება გაუქმდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. წელს მწვანე ბარათის ლოტარიაში ცვლილებები შედის, რაც გარკვეულ ტექნიკურ მოთხოვნებთან არის დაკავშირებული. ამის გამო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რეგისტრაციის დაწყების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის თარიღები გადაიდო, წელს ვინც გათამაშებაში ჩაერთვება, გამარჯვებულები მაინც 2027 წელს შეძლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლას. რაც ცვლილებები შედის მწვანე ბარათის გათამაშებაში, წელს პირველად რეგისტრაცია ფასიანი. ამავდროულად არის საუბრები, რომ კვლავ გახდება საჭირო პასპორტი. აგრეთვე მინდა გაგაფრთხილოთ. არის ბევრი კომპანია, რომელმაც რეგისტრაცია დაწყებულად გამოაცხადა. ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ნუ გახდებით ფინანსური თაღლითობის მსხვერპლი. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და როგორც კი ცნობილი გახდება რეგისტრაციის თარიღები, ჩვენგან ამ ინფორმაციას პირველები შეიტყობთ.